კოლეგებო, მოგესალმებით. Quorumi გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხსნობა გახსნილად გამოვაცხადოთ. მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, სტაჟიორებს, წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. რაც შეეხება ჩვენი კომიტეტის დღის წესრიგს, სულ ორი საკითხი გვაქვს. დღეს განსახილველი ორივეს მეორე მოსმენის წესით განვიხილავთ. პირველი ეს არის საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ძირითადი კანონი არის პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის პროექტებთან ერთად, რაც არის პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის და სხვების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი. მოხსენებელი არის ბატონი არჩილ გორდულაძე, რაც შეეხება მეორე საკითხს. უკვე მეორე საკითხი ეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების შესახებ თავდებ ინიციატივებთან ერთად, ამასაც მეორე მოსმენით განვიხილავთ და უკვე მე ვიქნები მოხსენებელი. გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. ბატონო არჩილ, გთავაზობთ, რომ მუხლობრივად გავყვეთ აღნიშნულ ინიციატივას. თქვენ ისნებართვით თუ გსურთ, რომ თავიდან მიმართოთ საზოგადოებას და მე უკვე გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, ახალგაზრდობის წარმომადგენლებს და ადამიანებს, რომლებიც უყურებენ ჩვენი კომიტეტის სხდომას. განსახილველად წარმოგიდგენთ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურ ჩარჩოებში ბრუნდება და განისაზღვრება ის უფლებამოსილები, რომელიც ახლა გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რაც აქვს ყველა უფლებამოსილება გადის აუდიტის სამსახურში, მზად ვარ მუხლობრივი განხილვის. კეთილი, მაშინ ვიწყებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი ბატონო არჩილ. ცვლილების გარეშე გახლავთ. აქ ასევე არის მეორე და მესამე მუხლი, მეორე მუხლთან დაკავშირებით. არ არის ცვლილებები. და მესამე მუხლი ამოქმედების ვადებს. კი ბატონო, ერთი ცვლილება რაც არის ბოდიში ჩემი შეცდომა. აქ ტექნიკური ხასიათის ცვლილება არის პირველი მუხლის მე-15 პუნქტში. ნუმერაცია არის შეცვლილი და ამავდროულად გადაინომრა მეორე მუხლი, ანუ ამოქმედების ვადებთან დაკავშირებული ჩანაწერები, სხვა შინაარსობრივი ცვლილება ამ კანონს არ განუცდია. კეთილი. შენიშვნები მოსაზრებები ხო არ არის, ანუ ძირითად კანონთან დაკავშირებით სამივე მუხლზე ვიმსჯელეთ, ამ დამატების ხმა ხო არ გინდათ ამ ძირითად კანონთან დაკავშირებით? ერთადერთი რაც არის, აქ მითითებული იყო ინიცირებულ ვერსიაში ამოქმედების თარიღი 1 მარტი, 1 მარტი კვირა გახლავთ და უშაბათს 2 მარტიდან ამოქმედება ცვლილებები, ეს არის წარმოადგენილი და ასახული. ახან შენიშვნა მოსაზრებები არ გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია შემდეგ კანონის პროექტზე გადავიდეთ, რომელიც არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი და ამ მუხლი პირველში არის 13 პუნქტის ჩათვლით, ბატონო არჩილ, თუ არის ამის ცვლილებები გთხოვთ. პირველი მუხლის მე-6 პუნქტში, რომელიც თავისთავად კანონის მე-14 მუხლს ეხება, 5 ტერცია პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, ტექნიკური ხასიათის ცვლილება არის აქაც ვადების მითითებასთან დაკავშირებით და მე-10 პრიმაც პუნქტიც ყალიბდება ახალი რედაქციით, შინაარსობრივი ხასიათის ცვლილება. დარიგებული აქვს კოლეგებს და შეუძლიათ გაიცნოთ კომიტეტზე უკვე ამ ფორმულირებით არის შემოსული. მუხლი მეორე ამოქმედების ვადა 1 მარტის დასვლად არის 2 მარტი მითითებული და შესაბამისი ეს მუხლი მესამე არის ბატონო არჩილ დავაზუსტებ სტენოგრამისთვის ხო მესამე მუხლი არის ამოქმედების ვადები მეორე მუხლი არის მეორე მუხლიც საჭიროებდა ცვლილებას 2 მარტის მითითებას და სადაც თებერვალი იყო შესაბამისად 1 მარტის დაფიქსირებული იქნება მაშინ სტენოგრამაში და ზოგადად მესამე მუხლის თავისთავად უკვე ზოგადად ამოქმედების ვადები კეთილი დიახ თქვენ მართალი გძანდებით შენიშვნა მოსაზრებები ხომ არ გვაქვს ახან არ გვაქვს შემდეგი რიგითობით ეს არის გრანტების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების თაობაზე მუხლი პირველი ბატონო არჩილ მუხლი პირველივე პუნქტში რომელიც ახალი რედაქციით ყალიბდება
6 პრიმა მუხლი კანონისა მეხუთე პუნქტი არის დაკორექტირებული, სადაც მითითებულია, რომ თუ საცხოვრებელი ადგილის თუ ადგილმდებარეობის მიხედვით ხდება პირის გამოკითხვა სასამართლოში და სიტყვების, რომლის მიხედვითაც იურიდიული პირის რეგისტრაციის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხდება სასამართლოსათვის მიმართვა, კორექტირდება და მიეთითება თავისი ადგილსამყოფელის ანუ აუდიტის სამსახურის ადგილსამყოფელის მიხედვით. ეს არის თბილისის საკალათო შედის მოსაზრებები ხომ არ გვაქვს? აქ გეტყვით, რომ მუხლი პირველის პუნქტობრივად 7 პუნქტის ჩათვლით არის და ეს გავიარეთ, სტენოგრამისთვის ასევე რომ დაფიქსირდეს და მუხლი მეორე უკვე არის ხო, ამოქმედების ვადე. კეთილი შენიშნა მოსაზრებები არ არის. შემდეგი ეს არის საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. ცვლილების გარეშე გახლავთ. მუხლი მეორე. 2 მარტი მიეთითა ამოქმედების თარიღი. კეთილი საქართველოს კანონის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ ცვლილების თაობაზე. მუხლი პირველი. ცვლილების გარეშე. შენიშნა მოსაზრებები არ არის. მუხლი მეორე. მხოლოდ 2 მარტია ცვლილება. კეთილი. შემდეგი უკვე საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ. მუხლი პირველი ბატონო არჩილ. ინიცირებული ვერსია წარმოდგენილი. შენიშნა მოსაზრებები არ არის. მუხლი მეორე ამოქმედების. 2 მარტია აქაც ანალოგიურად მითითებული. კეთილი. აქაც შენიშნა მოსაზრებები არ გვაქვს და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს არის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. ცვლილება არ გახლავთ, პირველი მოსმენით მიღებული ტექსტია წარმოდგენილი. კითხვები ხომ არ გვაქვს? მუხლი მეორე. 2 მარტი დამოქმედების თარიღია. არც აქ გვაქვს კითხვები. საქართველოს კანონის საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ. მუხლი პირველი. აქ ცვლილება გახლავთ. ეს გახლავთ პირველი მუხლის მეხუთე პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, სადაც კორექტირდება საჯარო აუდიტის სამსახურში საკლასო დანამატების ხელფასებთან დაკავშირებული ცვლილებები და ასევე ჯილდოს გაცემის წესი, რომელიც საჭიროებდა პირველ მოსმენის და გამოგონებიდან ორი სამსახური ერთიანდება აუდიტის სამსახურში, ამიტომაც ცვლილებებს საჭიროებდა აქ. მადლობა ამ დაზუსტებისთვის. შენიშნა მოსაზრებები. მუხლი მეორე. აქ ამოქმედების თარიღია 2 მარტი შეცვლილი. კეთილი. ეს პროექტიც განხილულია. შემდეგი არის უკვე საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ. საჯარო სამსახურშიც მუხლი პირველში, სადაც ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი იყო მითითებული, ამის ამოღება ხდება, რადგან პარალელურად საქართველოს პარლამენტი განიხილავს ბიზნეს ომბუდსმენთან დაკავშირებულ ცვლილებებს და ამიტომ აქაც ასახვას საჭიროებდა. დიახ, შესაბამისობაში მოდის სამართლებრივი იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით სწორი ცვლილება არის, შენიშნა მოსაზრებები არ არის და მუხლი მეორე ამავე კანონში. აქაც ამოქმედების თარიღია მხოლოდ. კეთილი. პაკეტის შემდეგი საკითხი არის ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი ბატონო არჩილ. ცვლილების გარეშე გახლავთ. და მუხლი მეორე ეხება ამოქმედების ვარ და აქაც კვლავ 2 მარტია. კეთილი. შენიშნა მოსაზრებები ხომ არ არის ბატონებო, მაშინ გადავიდეთ მომდევნო პაკეტში შემოვარ მომდევნო კანონის პროექტზე. ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. მუხლი პირველში პირველი პუნქტი არის დამატებული, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს 50-ე მუხლის პირველი ნაწილის ეპრიმა ქვეპუნქტის ამოღებას. გამოკითხვასთან დაკავშირებული საკითხი იყო პერსონალ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და შესაბამისად აუდიტა რელევანტური კეთილი. ეს არის 9 პუნქტის ჩათვლით და აქ სხვა ცვლილებები არ არის პირველ მუხლში რამდენადაც მოდის. შენიშნა მოსაზრებები ხომ არა გაქვთ და გადავიდეთ მეორე მუხლზე. მეორე მუხლის ამოქმედების თარიღია შეცვლილი. კეთილი. ეს კანონის პროექტიც უკვე გავიარეთ და შემდეგი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ ცვლილებები. მუხლი პირველი. ცვლილების გარეშე გახლავთ. მუხლი მეორე. მუხლი მეორეში მხოლოდ ამოქმედების თარიღია 2 მარტი შეცვლილი. მოსაზრებები, კითხვები არ გვაქვს. შემდეგი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. აქ ტექნიკური ხასიათის ცვლილება არის 8 სეკუნდა მუხლის სათაურში პერსონალ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გადაცემის ნაცვლად მიეთითება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მიწოდება. კეთილი, დიდი მადლობა. ინფორმაციის მიწოდებაზე და მუხლი მეორე ამოქმედების ვადები არის.
2 მარტი მიეთითა კვლავ. შენიშვნა მოსაზრებები არ არის. შემდეგი საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ. მუხლი პირველი. აქ ცვლილება არ გახლავთ. მუხლი მეორე. 2 მარტი მიეთითა. კეთილი მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. მუხლი პირველი ცვლილების გარეშე. შენიშვნა მოსაზრებები არ არის. მუხლი მეორე ამოქმედების ვათებს. კეთილი შემდეგი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ. მუხლი პირველი. ცვლილების გარეშე გახლავთ. მუხლი მეორე. მიეთითა 2 მარტი. შენიშვნა მოსაზრებები არ არის. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ. მუხლი პირველი. აქ ცვლილება არ გახლავთ. მუხლი მეორე. 2 მარტის თარიღია შეცვლილი. კეთილი. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების საკრედიტო კავშირების შესახებ. მუხლი პირველი. აქაც ცვლილების გარეშეა. მუხლი მეორე. მოქმედების თარიღია შეცვლილი. შენიშვნა მოსაზრებები ხომ არ გაქვთ? კეთილი. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ. მუხლი პირველი. ცვლილების გარეშე. მუხლი მეორე. მოქმედების თარიღი შეიცვალა. შემდეგი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ. მუხლი პირველი. ცვლილების გარეშეა. მუხლი მეორე. მხოლოდ 2 მარტია მითითება. სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ. მუხლი პირველი. ცვლილების გარეშე გახლავთ. მუხლი მეორე. თარიღია მოქმედების შეცვლილი. შენიშვნა მოსაზრებები თუ არის, ვთქვათ, რომ ხელისაწევით მანიშნოთ, ესეთი არ გვაქვს. გადავიდეთ შემდეგ პროექტზე, ეს არის საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. მუხლი პირველი. ცვლილების გარეშე. მუხლი მეორე. 2 მარტია მითითება. კეთილი, მადლობთ. ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ. მუხლი პირველი. ცვლილების გარეშე გახლავთ. მუხლი მეორე. მხოლოდ ამოქმედების თარიღია შეცვლილი. მადლობთ. სასრულებრო წარმოებათა შესახებ. მუხლი პირველი. აქაც კანონის მეორე მუხლის ზღვა პუნქტი ჩაყალიბდება ახალი რედაქციით, სადაც პერსონალ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონზე მითითება აღარ იქნება. კეთილი, მუხლი მეორე. 2 მარტია მითითებული. მოსაზრებები კითხვები არ გვაქვს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. მუხლ პირველში ცვლილება გახლავთ, ეს არის მესამე მუხლის ჩამოყალიბება, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიებს გულისხმობს. კონსტიტუციური ჩანაწერების განმოტანა ხდება ამავდროულად და დახვეწა ხდება იდეაში მესამე მუხლში და აქვე მიეთითება, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებრივად ფინანსურად, ფუნქციურად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია და ნაცვლად 3 პუნქტისა 2 პუნქტად არის ჩამოყალიბებული აღნიშნული მუხლი. კეთილი, სტენოგრამისთვის აღნიშნა, რომ ეს პროექტი არის მეხუთე პუნქტის ჩათვლით. და აქ რამდენიმე საკითხია, თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება მე-6 მუხლის მეორე პუნქტის შემდეგ ემატება წარმოდგენილიც არის რომ ემატება მესამე და მე-4 პუნქტები შესაბამისად მესამე პუნქტში პირდაპირ მიეთითება რომ პირები ვალდებულები არიან აუდიტის სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია იმ კანონით გათვალისწინებული წესით როგორც არის მაგალითად აუდიტ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით საარჩევნო კოდექსით გრანტების შესახებ კანონით უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესაბამისად გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფარას შემთხვევაში, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და აქაც რა იგულისხმება შინაარსობრივად ამ გასაგებიანით რომ ვთქვათ, კომერციული ბანკები არ იქნებიან ვალდებულები და არც იყო ეს მოსაზრებული, რომ აუდიტის სამსახურის მიმართვის შემთხვევაში ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გასცეს კომერციული ბანკების მიერ კონკრეტულ ფიზიკურ პირის ანგარიშებზე ინფორმაციის გაცემა მოხდება მხოლოდ სასამართლო კონტროლით, ანუ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, როგორც ეს არსებული პრაქტიკითაც არის და იგივე იყო ანტიკორუფციული ბიუროს შემთხვევაში, რაც დაზუსტება ხდება, კიდევ ერთხელ გავმართავ, იმიტომ რომ ბანკების ასოციაციასაც ჰქონდა ჩვენთან ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია და ეროვნულ ბანკსაც და შესაბამისად ჩანაწერი გასწორებულია.
კეთილი, აქვე არის მეორე მუხლი, და შრომით აქვე დიახ ბატონო გავაგზავნებ თქვენი ნებართვით მეათე მოხში კორექტირება ხდება და ზუსტდება რომ გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს, დებს და წვეთს შრომით ხელშეკრულებებსა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს ასეთის არსებობის შემთხვევაში. ხოლო შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კანონის შესაბამისად, რაც უკვე მოგახსენეთ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილებების გათვალისწინებით და აქვე მიეთითება, რომ აუდიტის სამსახურის თანამშრომლების დაზღვევა მოხდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობა დაეძღვება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, აქამდე მითითებული იყო მხოლოდ აუდიტორების ნაწილში და შესაბამისად პირთა თანასწორობის კუთხით მნიშვნელოვანია რომ გასწორდეს ზუსტად იგივე როგორც საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატზეც იგივე ცვლილებები გავაკეთეთ და შესაძლებელი გახდა რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების დაზღვეული ყოფილიყვნენ შესაბამისად კი ბატონო ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო და მოხარულია იგივე სტანდარტი იქნება, ან სოციალური გარანტია მნიშვნელოვანი უზრუნველყოფა კანონის დონეზე მნიშვნელოვანი არის სასაკვირველია. შენიშვნა მოსაზრებები არ გვაქვს მუხლი მეორე. მუხლი მეორეში ზუსტდება ჩანაწერი, რომ საქართველოს პარლამენტს ანგარიშები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით და ამავდროულად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონით გათვალისწინებული 2026 წელს არ წარედგინება, გამომდინარე იქიდან რომ 2026 წელს წარედგინება 2025 წლის ანგარიშები, ხოლო 2025 წლის ბოლოს ხდება აღნიშნული სამსახურების გაუქმება და მათი უფლებამოსილების აუდიტის სამსახურში გადატანა, შესაბამისად 2026 წელს ანგარიშების წარმოდგენა არ მოხდება, მაგრამ წარმოდგება 2027 წელს ზუსტად ისევე როგორც ეს იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების დროს და ორ დაწესებულებად გარდაქმნის დროს. კეთილი, დიდი მადლობა შენიშვნა მოსაზრებები და მესამე მუხლი. აქ ამოქმედებს თარიღი 2 მარტია მითითებული და შესაბამისად ტექნიკური მადლობა, კოლეგებო, სანამ შემდეგ ორგანულ კანონზე გადავართ, პაკეტში შემავალ რიგით მეოთხე პროექტზე არ გვიმსჯელია და ამიტომ გთავაზობთ მანამდე ეს საკითხის გავიაროთ მუხლობრივად, სულ 2 მუხლი არის, პირველი მუხლი არის პირველი პუნქტიდან მე-7 პუნქტის ჩათვლით, ეს არის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ცვლილებების შეტანის თაობაზე, ბატონო არჩევ გთხოვთ. აქ ცვლილება არ დაკავშირებით, პირველი მუხლთან დაკავშირებით ცვლილება არ გვაქვს, მეორე მუხლთან თუ არის ცვლილებები? აქ ამოქმედების თარიღია მხოლოდ შეცვლილი. კეთილი, დიდი მადლობა, ესეც განხილულია, კითხვები მოსაზრებები არ არის და შემდეგი ორგანული კანონი პაკეტში, ეს არის უკვე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. პირველი მუხლი პირველ მუხლის მეათე პუნქტში არის სრულება, რომელიც ახლებურად აყალიბებს 34 პრიმა მუხლს და აქაც მიეთითება, რომ აუდიტის სამსახური სასამართლოს წარუდგენს მიმართვას თავისი ადგილსამყოფელის მიხედვით. კეთილი, აქვე სტენოგრამისთვის აღნიშნავ, რომ ეს მუხლი არის მე-13 პუნქტის ჩათვლით, შენიშვნა მოსაზრებები ხომ არა გვაქვს, მეორე მუხლი, ამოქმედების ვადები. 2 მარტია მითითებული. შემდეგი საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი პირველი. მუხლი პირველი ცვლილების გარეშე გახლავთ და მუხლი მეორე მხოლოდ 2 მარტიდან არის, აქვე დავაზუსტებ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის განხილვა და მიღების პროცესის მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, აღნიშნული ცვლილებებიც იქნება გათვალისწინებული ახალ კანონის პროექტში და უკვე მესამე მოსმენისთვის კონკრეტული მუხლების მოქმედების ვადები შესაძლებელია რომ იყოს დაზუსტებული და ამას უკვე იმ ცვლილებების შესაბამისობაში მოვა უკვე პარალელურ რეჟიმში. კეთილი, დიდი მადლობა ბატონო არჩილან გამარტებისთვის, შენიშვნა მოსაზრებები ხომ არ გვაქვს და შემდეგი ორგანული კანონი, ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკის საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქ მუხლი პირველი ცვლილების გარეშე გახლავთ და მუხლი მეორეში მხოლოდ 2 მარტია მითითებული. კეთილი, შენიშვნა მოსაზრებები არცეთი არ არის, გადავიდეთ მაშინ ნორმატიული აქტების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხლი პირველი. აქაც პირველში ცვლილება არ გახლავთ, ხოლო მეორეში 2 მარტია მითითებული.
კეთილი, შემდეგი ორგანული კანონი, ეს არის უკვე და ორგანული კანონების ჩამონათვალის ეს ბოლო ორგანული კანონი არის პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე, მუხლი პირველი. აქ ცვლილება არ გახლავთ, მეორე მუხლში ორი მარტი პირველი კეთილი და ამ პაკეტში უკვე ბოლო საკითხზე მივედით, ესე ვთქვათ, ეს არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი პირველი. მუხლი პირველში ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის არის მეხუთე პუნქტში, ეს არის 175 მუხლის მეოთხე ნაწილზე იყო მითითება და მეექვსე ნაწილის ჩამოყალიბება არის სათაურის ნაწილია მხოლოდ და მეორე მუხლი ემატება რეგლამენტის პროექტს, რაც მითითებულია, რომ ანგარიშები საქართველოს პარლამენტს 2026 წელს არ წარადგინება, მაგრამ შესაბამისად 2027 წელს წარადგინება. კეთილი, მუხლი მეორეც ამოქმედების ვადებით ანალოგიურად, ახაც გასაგები არის. შენიშვნა მოსაზრებები ხომ არა გვაქვს კოლეგებო? დასკვნითი სიტყვისთვის ხომ არ გსურთ აიმეს ბატონო არჩი. კეთილი, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ნაყოფიერი და პროაქტიული თანამშრომლობისათვის და ინფორმაციული წარდგენისთვის აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის. ვფიქრობ, საინტერესო არის ნამდვილად და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური მოწყობის თვალსაზრისით ცვლილებები შემოდის, ასე რომ მადლობა ბატონო არჩილ კიდევ ერთხელ თქვენ საკითხი განხილული არის და ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე მეორე საკითხზე, რომელიც არის ასევე პაკეტი და პაკეტის ძირითადი საკითხი ეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დაცვის შესახებ. ვინაიდან მე ვარ მოხსენებელი და ამ საკითხს განვიხილავთ მეორე მოსმენით, მე მინდა ვთხოვო ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ზურაბს, რომ გაუძღვეს კომიტეტის ხდომას და უკვე ესე მივისჯეროთ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. მადლობა ბატონ რატი, მოგესალმებით კოლეგებო. მეორე მოსმენით მუხლობრივად განვიხილავთ საქართველოს პარლამენტის წევრების რატიო ნათამიშვილის, არჩილ გორდულაძის, თენგიზ მურმანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ზურაბ ქადაგიძის, თორნიკე ჭეიშვილის, სარომი ჭინჯელოვას და ალდა ხუდუშაურის მიერ წარმოქმნილი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი საქართველოს კანონის პროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის შესახებ და შესაბამის ცვლილებებს მოხსენებელი გახლავთ ბატონი რატიო ნათამიშვილი. ბატონო რატი, თუ გაქვთ რაიმე წინასწარ მოხსენება შეგიძლიათ და მე დავიწყოთ მუხლობრივად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ და ამაზე უკვე არაერთ კომიტეტზე და ასევე სამუშაო ჯგუფში ქონდა შეხვედრა, დამატებით არის საკითხები, რომელიც დამუშავების პროცესში არის ჯერაც და ამ დღეებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქონდეს პროაქტიული კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან. გარკვეული ცვლილებები არის შეტანილი აღნიშნულ პროექტში და ბატონო ზურაბ, გთხოვთ, რომ მაინც პუნქტობრივად მივყვეთ ამ საკითხს. ვფიქრობ, ეს უფრო საინტერესო იქნება ამ შემთხვევაში. კი ბატონო. ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ. საქართველოს კანონის პროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ. მუხლი პირველი. მუხლი პირველის პირველი პუნქტი უცვლელი არის, მეორე პუნქტი ასევე რაც შეეხება მესამე პუნქტს, ეს არის მეორე მუხლის მეხუთე პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და მასში არსებულ მითითებით ნორმებს ემატება მე-18 მუხლის მე-9 პუნქტზე მითითებაც. შემდეგ არის მეოთხე პუნქტი. დიახ. კი ბატონო, ანუ შემოთავაზება არის რომ უფრო მუხლობრივად კი ბატონო. შეგვიძლია ერთობლივად გადავწყვიტოთ. კეთილი, იმიტომ რომ ეს ცვლილებები ასევე დარიგებულ მასალაში ასახული არის, რაც შეეხება მესამე მუხლზე ვიყავით. დიახ, მესამე მუხლზე მოგახსენეთ უკვე შეგვიძლია მეოთხე მუხლი. ანუ ეს დაკავშირებით შეიძლება მეორე მუხლთან დაკავშირებით შეიძლება. ძანეთ მოგესალმებით, თათული თოდუა, სახალხო დამცველის აპარატი. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა რომ აღნიშნული კანონპროექტის გარშემო გვემსჯელა, როგორც პირველი მოსმენის ფორმატში, ასევე სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ადამიანის უფლებების კომიტეტთან ერთად გაიმართა და ძალიან დეტალური კომენტარების გაცვლის შესაძლებლობა გქონდა. ახლა ყველა მათგანს ნამდვილად არ შევეხები, უფრო ფოკუსირებას გავაკეთებ ჩვენთვის უფრო მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე და მათ შორის მეორე მუხლის მეოთხე პუნქტი, ყოველ შემთხვევაში ის ვერსია, რომელიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული და ჩვენთვის არის ცნობილი, ამას დავაზუსტებთ, რომ განახლებული ვერსია ჩვენთვის ცნობილი არ არის. მეორე მუხლის მეოთხე პუნქტი შეიცავს იუსტიციის სამინისტროზე მითითებას, რომ ეს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე იქმნება, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის
რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი იქნება სწორედ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და პირველი საკითხი, რომელიც ჩვენი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის და ამაზე მინდა ყურადღების გამოხვილება, რომ ვინადან იუსტიციის სამინისტრო თავისი გამოცდილებით უფრო მეტად დაკავშირებული ასასჯელების აღსრულებასთან და ამ საკითხზე ძალიან ფრთხილობს როგორც პარლამენტი, ასევე ზოგადად საზოგადოებაშიც არის ამ საკითხებზე დისკუსია. ჩვენ თვლიდით, რომ უფრო გამართლებული იქნებოდა ახალი უწყების შექმნა ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში, რომლის გამოცდილებაც უფრო მეტად ფოკუსირებულია ბავშვებზე ზრუნვის მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ეს ახალ სხვა ტიპის დამოკიდებულება შექმნიდა, როგორც ამ კანონის, ასევე ამ ახალი უწყების მიმართ. იგივე საკითხი პრინციპში ახლავე დავესახელებ, რომ არის მითითებული მესამე მუხლის ექვე პუნქტში და 29 მუხლის პირველ პუნქტში და სათითაოდ აღარ შევეხები, ანუ ეს არის ერთი მთლიანი თემა. მადლობა. კეთილი, მოგახსენებთ ჩემ პოზიციას, ხალბატონო თათული მეოთხე პუნქტი შემოთავაზებული არის უცვლელად ჩვენი მხრიდან და ჩვენ მიგვაჩნია, რომ წინასწარ აპრიორი მსგავსი დამოკიდებულება, თქვა იუსტიციის სამინისტროს მიმართ არ მგონია, რომ იყოს მიზანშეწონილი და რელევანტური. ჩვენი მთავარი მიზანი რა არის ამ შემთხვევაში? ის მიზანი, რაც გააჩნია კანონს და უკვე ამ მიზნების განხორციელება საკანონმდებლო დონეზე რამდენად იქნება დაცული და გარანტირებული. ჩვენ მგონია, რომ ამ შემთხვევაში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს თვითონ პროგრამის ამუშავებაზე, იმ სტანდარტზე, რა სტანდარტით იმუშავებს, იმ პროფესიულ გუნდზე, ვინც იქნება სპეციალიზებული ბავშვთა უფლებებზე, სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენელი, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენელი, იქნება ეს სოციმუშაკი თუ იქნება ეს ბავშვთა ფსიქოლოგი თუ განათლების სპეციალისტი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი ამ ადმინისტრების ხარისხი ასევე იქნება მნიშვნელოვანი ამასთან დაკავშირებით და ის აპრიორი ხისტი მიდგომა, რომ თუ ეს იქნება იუსტიციის სამინისტროს ქვეშ, ეს აუცილებლად იქნება არა მზრუნველობითი ორგანო, არა რეაბილიტაციაზე, მხარდაჭერაზე და განათლებაზე ორიენტირებული თქვათ პროგრამები და შესაძლებლობები, არამედ ეს აუცილებლად იქნება სტიგმატიზირებული ან რაღაც მსგავსი. ფიქრობთ, რომ ეს უფრო ეს ნამდვილად არ არის არგუმენტირებული მსჯელობა, იმიტომ რომ ესეთი არგუმენტი ფიქრობ, რომ არ იმსახურებს გაზიარებას ჩვენი მხრიდან. თუ რაიმე დამატებითი არგუმენტები გაქვთ და რაიმე დამატებითი არგუმენტებით ხსნით ამ საკითხს, სიამოვნებით მოგისმენთ, მაგრამ სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ის მოვისმინე, რომ არ გვინდა, რომ თქვა იყოს იუსტიციის სამინისტროს ქვეშ და რატომ გულწრფელად გეტყვით, რომ ამისი არგუმენტები არ მოგვისმენ. ამიტომ ამ ხრივ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არის, რომ ეს ბავშვები დავიცვათ იმისგან, რომ როდესაც გახდებიან სრულწლოვნები, მათი ინტერესი, სფერო, მათი განვითარება იყოს შესაძლებელი ისე, რომ დაინტერესდნენ განათლებით, დაინტერესდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაინტერესდნენ სპორტული აქტივობები და არათუ დაინტერესდნენ, არამედ ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები. ამისთვის გვინდა ეს ყველაფერი. და ამიტომ და არა თქვა იმისთვის, რომ იყვნენ მიდრეკილები კრიმინალისკენ. ესაა კანონის მიზნები, ეს არის ჩვენი მიზანი და ყველა ის მუხლი პუნქტი, რომელიც საკმაოდ დიდი ანალიზის ისი თქვენ ეს და ალბათ ამაში დაგვეთანხმებით, ქვეშ არის ესე თქვა დაწერილი, რომ ისე არც ანუ ყველა სიტყვას განსაკუთრებით უთხრდებოდით, რომელსაც ამ საკანონმდებლო პაკეტში ვწერდით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს შემოთავაზებული ვერსია ადმინისტრირებისთვის სწორია და დანარჩენი უკვე ჩვენი მონიტორინგის შედეგი უნდა იყოს, ჩვენი მუშაობის შედეგი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, როგორც სახალხო დამცველი, ასევე საქართველოს პარლამენტი იქნება პრიორიტეტში დააყენებს ამ პროგრამების განხორციელების ეფექტურობის შესწავლას და ანალიზს და მის მონიტორინგს. ამიტომ აპრიორი ამით ჩაკეტვა ვფიქრობ, რომ არ იქნება უპრიანი, თავარი არის, რომ ის რაც შეიქმნება, როგორც განხორციელდება, იყოს შესაბამისობაში მოსული კანონის მიზნებთან და ამოცანებით. სანამ გავაგრძელებთ ბატონატი ერთს დავამატებ მე ამ კითხვასთან დაკავშირებით ზოგადი მოსაზრებაა ეს ჩემი ქალბატონებო და ბატონებო მოდინება ვიბოძოთ და პატივიცეთ ყველა უწყებას გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს სურვილი რომ რაღაც სტიგმატიზება არ მოვახდინოთ რაღაცის, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებების სტიგმატიზება მოვახდინოთ და ვისაუბროთ იმაზე ეს თუ ის უწყება რაღაცა განწყობას ქმნის თუ არ ქმნის. აქედან გამომდინარე მე მგონია რომ უნდა შევთანხმდეთ ყველა არსებულ პრობლემას და ამ პრობლემის აღმოფხვრაზე. შეგვიძლია გავაგრძელოთ მეოთხე მუხლზე უცვლელად არის წარმოდგენილი ბრძანეთ ბატონრატი, მუხლი მეხუთე. მუხლი მეხუთე ახლა მოგახსენებთ
უცვლელად არის წარმოდგენილი. მუხლი მე-6. მუხლი მე-6 ეს არის თანაზომიერების მუხლი, სადაც ზოგადქმედებებზე მითითების ნაცვლად მითითება გაკეთა საწინააღმდეგო ქმედებას. შენიშვნა მოსაზრება. არ არის მუხლი მე-7. უცვლელად არის წარმოდგენილი. მუხლი მე-8. უცვლელად არის წარმოდგენილი. მუხლი მე-9. ცვლილებების გარეშე. მუხლი 10. ცვლილებების გარეშე. 11 მუხლი. ცვლილების გარეშე. 12. ცვლილების გარეშე. მუხლი მე-13. რაც შეეხება მუხლ მე-13-ს, ტერმინოლოგიურად დაზუსტა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრული ძლოვნების რეაბილიტაცია მხარდაჭერის პროცესის ეტაპები. მოხსენება შენიშვნა არ არის. მუხლი მე-14. უცვლელად მუხლი მე-15. უცვლელად არის წარმოდგენილი. მუხლი 16. რაც შეეხება მუხლ მე-16-ს, მეორე პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის წინადადება, მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. შენიშვნა მოსაზრება არ არის. მუხლი 17. ცვლილების გარეშე. მუხლი 18 თუ შეიძლება. მე-18-საც შეეხება ემატება შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მონიტორინგის ვადის დასრულების შემდეგ მონიტორინგის შედეგებისა და არასრული ძლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით საჭიროების შემთხვევაში მულტიდისციპლინური ჯგუფი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად კვლავ უზრუნველყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრული ძლოვნის ჩართვა შესაბამის სერვის პროგრამაში არაუმეტეს 6 თვემდე ვადით. შესაბამისად, ნორმის არსებული მე-9 პუნქტი გადაინომრება მე-10 პუნქტად და მე-18 მუხლში ხდება მონიტორინგის წესთან დაკავშირებით გამოსაცემ კანონქვემდებარე აქტთან დაკავშირებული საკითხის დაზუსტება. ანუ ჩაიკეტა ამ შემთხვევაში და ის წუხილები პირველი მოსმენის შემდეგ რაც იყო, ამ მუხლთან დაკავშირებით ფიქრობ, რომ გაქარწყლებული არის ამ ჩანაწერი. გასაგებია შენიშვნა მოსაზრება ხო რა ვიცი. კარგით განვაგრძოთ. მუხლი მე-19. უცვლელად გთავაზობ. მუხლი მე-20. მუხლ მე-20-ს რაც შეეხება მე-2 პუნქტში დაზუსტა, რომ არასრული ძლოვანთა რეაბილიტაციის ან მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრული ძლოვანი უფლებამოსილია თავისუფლად გადაადგილდეს დასახელებული სახლის ტერიტორიაზე კანონის მე-4 პუნქტში დადგენილი პირობების შესაბამისად და მე-2 ეს არის მე-20 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი მულტიდისციპლინური ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე ცენტრი უფლებამოსილია არასრულ ძლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრული ძლოვნების კანონიერ წარმომადგენლებთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც არასრული ძლოვნის რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე კანონიერ წარმომადგენლებს განესაზღვრებათ არასრული ძლოვნის მონახულების დამატებითი დრო კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია სამხრებად გააუქმოს ხელშეკრულება. ცვლილების შედეგად მუხლის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები გადაინომრება მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებად. შენიშვნა მოსაზრება. კი ბატონო გისმენთ. მადლობა. მე-20 მუხლი ეხება არასრულ ძლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლს. არასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ასევე მსჯელობა სამუშაო შეხვედრის ფორმატში და მაინც აქაც მინდოდა გამეჟღერებინა რამდენიმე საკითხი, რომელსაც ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ამ სახლთან მიმართებაში რეალიზდეს პრაქტიკაში. შესაძლებელია ეს საკითხები დარეგულირდეს კანონქვემდებარე აქტით და დაუშვათ კანონში ეს დეტალები მოიქცეს კანონის მხედველობის ქვეშ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება იგივე კომიტეტის ჩართულობა საპარლამენტო კონტროლის სახსრულების თვალსაზრისით, რომ ნამდვილად პრაქტიკაში მივიღოთ ისეთი რეალობა, რომელიც შესაბამება აქედან დაანახულ იმ რაღაც იდეალურ ხედვას, რომელზეც თქვენ დაუშვათ ისაუბრეთ და არაერთხელ გააჩაღეთ ამის შესახებ. ჩვენ ვთვლით, რომ რეაბილიტაციის და მხარდაჭერის სახლი უნდა იყოს მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებელი ერთეული, რომელშიც გამიჯნული იქნება სივრცეები საოჯახო და საგანმანათლებლო აქტივობებისთვის. ასევე აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახური ტიპის მომსახურების პრინციპი
პრინციპი იყოს მკაცრად დანერგილი, მოხდეს თანამშრომელთა გადამზადება პოზიტიური აღზრდის მეთოდების შესახებ, კონფლიქტების და რთული ქცევის მართვის შესახებ, კრიზისულ სიტუაციებში რეაგირების ბავშვებზე მორგებული ტექნიკების შესახებ, რომ პირადი სივრცის დაცვა და საცხოვრებელი გარემოს მოწყობა მოხდეს ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მოხდეს ბავშვების რეგულარული ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და კოლექტიური საცხოვრებელი წესების ერთობლივი შემუშავება მოხდეს ბავშვებთან ერთად და ვფიქრობთ, რომ არის მთელი რიგი პრინციპები ამასთან დაკავშირებით, რომლის რეალიზებაცაც ჩვენ ვისურვებდით პრაქტიკაში და იმედი გვაქვს, რომ კანონქვემდებარე დონეზეც იქნება უზრუნველყოფილი ესეთი პროცესის ორგანიზება, რომელშიც იქნება შესაძლებელი ჩართულობა და დავუშვათ ასეთი ტიპის ნორმების დანერგვაზე, ზედამხედველობა ასევე თქვენი მხრიდანაც განხორციელდება. კეთილი, მოგახსენებთ, რომ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმას უკვე როგორი უნდა იყოს კონცეფცია ამ სახლის და ის კრიტერიუმები ფაქტობრივად თქვენ ჩამოთვალეთ, ტექსტში უკვე ასახული არის და საზოგადოებამ ამას კანონი არც მე მივიჩნევ პერსონალურად, არც თქვენ მიიჩნევთ პერსონალურად, არამედ ეს უკვე ინიცირებულ ვერსიაში არის ჩაწერილი. პირველ პუნქტსაც ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის და მხარდაჭერის სახლი არის მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულება, რომელიც შექმნილია ყველა პირობა საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო, რესოციალიზაციისა და მხარდაჭერის მიზნების მისაღწევად. რეაბილიტაცია მხარდაჭერის სახლში პირის ყოფნის პირობები მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს საოჯახო, გარემოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლისთვის არსებულ გარემოსთან ამ კანონით გათვალისწინებული სერვისების და პროგრამების მიზნების მიღწევის თავისებურებების გათვალისწინებით. ანუ ეს ჩანაწერი პირველ პუნქტში უკვე არსებობს, რაც შეეხება კანონქვემდებარე აქტით დასარეგულირებელ საკითხებს, სასაკვირველი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ რიგში ეს ინიციატორებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავაფიქსირო და ჩვენ ბოლომდე ვიქნებით ჩართული, რა თქმა უნდა, უკვე როგორც ზედამხედველი ორგანო ამასთან დაკავშირებით, რომ ის მიზნებთან, ამოცანებთან შესაბამისობაში იყოს მოსული ყველა ის პუნქტი, რომელიც კანონქვემდებარე აქტებში ჩაიწერება და რომელიც ბავშვთა უფლებებს ეხება რასაკვირველი. ასე რომ ეს ჩვენი საჯარო პოზიცია არის, შეიძლება აქვე კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ. დიდი მადლობა ბატონო რატი, განვაგრძოთ. მუხლი 21 უცვლელად გთავაზობ. 22 ასევე უცვლელად 23 არ გვაქვს ცვლილებები. ერთი წუთით 22 მუხლთან დაკავშირებით თუ შეიძლება. კი ბატონო გისმენთ. მადლობა. 22 მუხლის პირველი პუნქტი საუბრობს იმ საფუძვლებზე, რომლებიც ასე ვთქვათ, ითვალისწინებს, რომ ბავშვი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი გადამისამართეს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში. ამასთან ამ პირველ პუნქტში სულ 4 საფუძველია მითითებული და მესამე და მეოთხე საფუძველი, ესე ვთქვათ, გამოიყურება როგორც კანონმდებლის მხრიდან პირდაპირ განსაზღვრას შემთხვევისა, რომ ამ შემთხვევის დადგომისას არ არის აუცილებელი მულტიდისციპლინური ჯგუფის მხრიდან იმაზე მსჯელობა, ეს ბავშვი შეიძლება ჩართული იყოს რომელიმე სერვისში, პროგრამაში, თუ პირდაპირ რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში უნდა გადამისამართდეს და კანონმდებელი ამ ეტაპზე აკეთებს არჩევანს, რომ მესამე და მეოთხე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში პირდაპირ უნდა მოხდეს არასრულწლოვანის გადამისამართება მხარდაჭერის და რეაბილიტაციის სახლში. რასთან დაკავშირებითაც ჩვენი შემოთავაზება არის, რომ მულტიდისციპლინურ გუნდს მაინც ამ შემთხვევაშიც მიეცეს დისკრეცია, რომ თავად იმსჯელოს. ერთი არის, რომ რა ქმედება არის ჩადენილი, მაგრამ მეორე არის, რომ მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა თავად იმსჯელოს არასრულწლოვანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ ამ სიტუაციაში ამ ყველა გარემოების ერთობლივი შეფასებით, არა მხოლოდ ქმედების მხედველობაში მიღებით, არამედ არასრულწლოვანის საჭიროებების გათვალისწინებითაც, თუ შესაძლებელი არის კანონის მიზნების მიღწევა ამ სახლში გადამისამართების გარეშე არასრულწლოვანის სერვისებში და პროგრამებში ჩართვის გზით, რომ მულტიდისციპლინურ ჯგუფს, რომელიც ბევრი სპეციალისტისგან არის შემდგარი, მიეცეს ამის შესაძლებლობა, რომ კანონმდებელმა აქედან კი არ განუსაზღვროს, როდესაც ჩვენ რეალური წვდომა ხო კონკრეტულ შემთხვევასთან, კონკრეტული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებთან არ გვაქვს, არამედ გუნდს მიეცეს ეს დისკრეცია, რომ თუ ეს საფუძვლები არის, იმსჯელოს ამ საკითხებზე და თუ ჩათვლის, რომ
ანუ კანონის მიზნების მიღწევა შეუძლებელია დავუშვათ სერვისებში და პროგრამებში ბავშვის ჩართვის გარეშე და ვერანაირ შედეგს ეს ზომა ვერ მიიღებს. ამ შემთხვევაში მხოლოდ იმსჯელოს და შესაბამისად დაასაბუთოს, რატომ არის ესე უკიდურესი აუცილებლობა ბავშვის სახლში გადამისამართების და მგონია ყველანი თანხმდებით, რომ სახლში გადამისამართება ნამდვილად როგორც უკიდურესი საშუალება ესე არის კანონის დონეზე აღქმული და უფრო კარგად რომ დავუშვათ ჩამოყალიბდეს ეს პრინციპი იგივე 22 მუხლის ფარგლებში ვფიქრობთ რომ უმჯობესი იქნებოდა მულტიდისციპლინური ჯგუფის არაკანონით შებოჭვა აქედანვე არამედ მისთვის მიცემა ამ თავისუფლების რომ ბავშვის კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით იმსჯელოს რომ იქნებ არ იყოს უკიდურესი აუცილებლობის გამოყენება საჭირო და დავუშვათ სერვისებში და პროგრამაში ჩართვა იყოს საკმარისი ამ მიზნების მისაღწევად. ეს მხოლოდ პირველ პუნქტზე საუბრობ ჯერჯერობით დანარჩენ პუნქტებს მე შევეხები თუ შეიძლება 22 მუხლთან დაკავშირებით ერთიანად გაცეთ პასუხს და დამუხლობრივად გავდივართ. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ რომ მეორე პუნქტი ჯობს იყოს ამოღებული კანონიდან რომელიც საუბრობს რომ დავუშვათ ერთ-ერთი ამ დექვე პუნქტის არსებობის შემთხვევაში საერთოდ სერვისში ან პროგრამაში ჩართვა არის გამორიცხული. ვფიქრობთ რომ მესამე მუხლში ასევე თუ დაემატება ეს მიდგომა რომ დავუშვათ მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა თითოეულ შემთხვევაში დაასაბუთოს რატო იქნება უშედეგო ამ შუამდგომლობის მომზადებისას. ან ჩვენ ვიცით რომ სასამართლოს ლეგიტიმაცია ჭირდება სახლში ბავშვის გადამისამართებას, თუმცა სერვისებში პროგრამებში ჩართვისთვის ეს არ არის საჭირო და როცა მულტიდისციპლინური გუნდი მოამზადებს ამ შუამდგომლობას სასამართლოსთვის, რომ იქ ასევე იყოს ნებისმიერ საფუძვლის შემთხვევაში ეს დასაბუთება, რომ რატო იქნება დავუშვათ მხოლოდ სერვისში ან პროგრამაში ბავშვის ჩართვა ამ შემთხვევაში უშედეგო და რატომ არსებობს აუცილებლობა მაინდამაინც სახლში გადამისამართების. თვითონ ამ დასაბუთების მომზადების ვალდებულება ვფიქრობთ, რომ მესამე პუნქტში უნდა ჩანდეს და ასევე მეოთხე პუნქტის ბოლო წინადადებაც ვინაიდან მეორე პუნქტზე მიუთითებს, რომელზეც ვამბობთ, რომ ამოსახები ამ ნაწილშიც ვფიქრობთ, რომ იქნებოდა ცვლილებების შესატანი. ესენი არის სულ. მადლობა. კეთილი, სხვა მოსაზრებები თუ არ არის, მაშინ უპასუხებ. ბატონო ზურაბ თქვენის ნებართვით. რა არის ჩვენ მიგვაჩნია, რომ მულტიდისციპლინური ჯგუფი ამ შემთხვევაში ანუ დანაშაულის სიმძიმის და უსაფრთხოების გამო მხოლოდ გუნდს არ ვაძლევთ ამ უფლებას. ანუ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ასევე სასამართლოს მონაწილეობა და ეს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას გუნდი არ იღებს და გუნდის მიმართვიანობის ასაკურველია მექანიკური ვერ იქნება ვერანაირად ეს კანონი განსაზღვრავს გუნდის მულტიდისციპლინურ ორგანიზებას, მასში შემავალი სხვადასხვა პროფესიების მქონე სპეციალისტების, რომლებიც ყველა ვიცით, რომ აქვთ ერთი საერთო, რომ ბავშვის უფლებებზე არიან სპეციალიზებულები, მათ მონაწილეობას და ეს მექანიკურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. და არც ის გვინდა, რომ ამ მულტიდისციპლინურ ჯგუფს კონდეს ნოტარიუსის ფუნქცია და არც სხვას მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსის ფუნქციას ვაფასებთ და პატრიცია, ანუ აღგულისხმობ, რომ ის სტანდარტი, რაც ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მაღალი სტანდარტი არის და ბევრად უფრო სხვადასხვა დონის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლევა და მისი უფრო ქვევით დაწევა, გულწრფელად გითხრათ, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ამ ნაწილში არ არის თუ დამატებით საკითხებზე არგუმენტები გვექნება თუ რატომ უნდა იყოს კონკრეტულად ესე ან ისე ამ მუხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შეხვედრა ვადასტურებ და თქვით მაშინ შევთავაზეთ კალკულაციებზე, თუმცა მხოლოდ გუშინ შემოვიდა დღის მეორე ნახევარში თქვენი რეკომენდაციები და კიდე გავიცნობით რა საკვირველია, სტადიო შემოსულიყო კიდე უკეთესი იქნებოდა ამისი თქმა მინდა, მაგრამ მაინც მოვიდა რეკომენდაციები და კიდევ ერთხელ გავიცნობით რა საკვირველია და გარკვეული კომუნიკაცია თქვენთანაც გვექნება პლენარულ სესიამდე. მადლობა ბატონო რატი. მუხლი 23 დაგვიდასტურეთ უცვლელად არის წარმოქმნილი შენიშვნა მოსაზრება. კარგი, განვაგრძოთ. მუხლი 24. ცვლილების გარეშე გვაქვს მოსაზრება არ არის. მუხლი 25. ასევე მუხლი 26. უცვლელად მუხლი 27. უცვლელად მუხლი 28. არ გვაქვს ცვლილებები. მუხლი 29. 29 საათი შეეხება მიმდინარეობს კონსულტაციები რელევანტურ სახელმწიფო უწყებებთან და პლენარულ სტომაზე მეორე მოსმენი განხილვამდე დაზუსტება გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მათ გამოცემაზე პასუხისმგებელი
პირები და ასევე კანონის ამოქმედების აუცილებელი ორგანიზაციული ტექნიკური საკითხები. ეს იქნება იგივე ამოქმედების ვადები თუ სხვა, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ამაზე ჩვენ გვაქვს ასევე საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია ამ რელევანტურ უწყებებთან, ვინაიდან იცით რომ 1 იანვრამდე ამას ამოქმედება ვერ იქნება და ეს უნდა შეიცვალოს, ამიტომ უკვე ჩვენ ამ დროს ასევე გამოვიყენებთ ამ მსჯელობისათვის და უკვე დაზუსტებული რედაქციით, მათ შორის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით 39 გარდამავალ დებულებებთან დაკავშირებით 39 მუხლირის ორგანიზებასაც წევს აღნიშნულ პროექტში, მას უკვე პლენარული სესიის ფორმატში გაგაცნო. გასაგებია მოსაზრებები შენიშვნები. კარგით გავიარეთ. მუხლი 30. აქაც ჩვენ გვექნება კონსულტაციები იგივე პრინციპიდან გამომდინარე, ეს ერთმანეთთან დაკავშირებული არის 29 და 30 მუხლების საბოლოო რედაქციები და ორივე მუხლზე საბოლოო პოზიციას უკვე წარმოგიდგენთ პლენარულ სესიას. გასაგებია შენიშვნა მოსაზრებები. არ არის. გადავდივართ მეორე საქართველოს კანონის პროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. ორი მუხლი არის აქ, ორივე სუსურელად გთავაზობთ. მოსაზრება შენიშვნა ხო რა ვისკობთ. მესამე საქართველოს კანონის პროექტი შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც ორი მუხლია პირველი მეორე. აქაც ორივე სუსურელად გთავაზობთ. შენიშვნა მოსაზრება ხომ არ არის? გასაგებია. მეოთხე საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. გვაქვს გარკვეული ცვლილებები პირველი და მეორე პუნქტში და მესამე პუნქტშიც, ამიტომ სამივეს გავაჟღერებ თქვენის ნებართვიდან არ არის ასახული დარიგებულ მასალაში. კერძოდ, პირველი მუხლის მეორე ნაწილს ბექვე პუნქტით კოდექსის 21-38 მუხლისთვის დასამატებელი მესამე ნაწილი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით. მულტიდისციპლინური ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე თავით განსაზღვრული წესით. მეორე ცვლილება ეს არის პირველი პუნქტის მესამე ნაწილის ბექვე პუნქტით კოდექსის 21-37 მუხლისთვის დასამატებელი მეორე სეკუნდა ნაწილის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათი სიმძიმე და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები და პირველი მუხლის მესამე ნაწილს დაემატება გექვე პუნქტი, რომელიც კოდექსის 21-37 მუხლის მესამე ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. კერძოდ, სასამართლო პროცესზე არასრულწლოვანს წარმოადგენს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, თუ არასრულწლოვანს არ ჰყავს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო ვალდებულია მისი ინტერესების დასაცავად საქმეში ჩააფას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა. გასაგებია მოსაზრება შენიშვნა ხომ არ არის? მეორე მუხლი უცვლელად არის. მეხუთე საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღუებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ აქაც ორი მუხლი გვაქვს. ორივე მუხლს უცვლელად გთავაზობთ. ხომ არ არის რამე შენიშვნა მოსაზრება, მადლობა. მეექვსე საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი პირველი. უცვლელად გთავაზობთ. მუხლი მეორე რამე მოსაზრება ხო არ არის? მადლობა. მეშვიდე საქართველოს კანონის პროექტი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, აქაც ორი მუხლი გვაქვს. უცვლელად გთავაზობთ. ორივე სუცვლელად, რამე ხომ არ არის შენიშვნა მოსაზრება, მადლობა. მერვე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. მოგესალმებით, აქ შინაარსობრივად სახალხო დამცველს მონიტორინგის გარანტიები ჩდება ამ პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის და ცვლილებები აქაც არ განმტკიცდა. შენიშვნა მოსაზრება არ არის, მუხლი მეორე. არც არ გვაქვს ცვლილებები. შენიშვნა მოსაზრება არ არის. ამით დავამთავრეთ, ბატონო რატი, რამეს ხომ არ დაამატებდით? დიდი მადლობა კოლეგებო, დიდი მადლობა სახალხო დამცველის ჩართულობისთვის და ყველა დაინტერესებულ პირს უწყებას, ვინც გამოთქვა სურვილით ორგანიზაციას გარკვეული საკითხების გაზიარებისა. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც ასევე დაზუსტების ქვეშ არის, ეს ავსახავთ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკვე პლენარულ სესიაზე ამ საკითხის განხილვის დროს და მანამდე ასევე გვექნება პროაქტიული
განხილული პროცესი და თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ პირთან თუ ორგანიზაციასთან და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანამშრომლობის. მადლობა, სანამ პროცედურის დასასრულისკენ წავალთ, ერთ დავამატებ, მე აუცილებლად კიდევ გავიმეორებ, მინდა ძალიან სწორად მოვახდინო ფორმულირება, რომ სამწუხაროდ ხდება ხოლმე, რომ ხანდახან ჩვენ ვცდილობთ თითქოს პოზიტიური საკითხის წამოჭრას, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე უწყებაში არ იყოს რაიმე დაქვემდებარებული უწყება და ამ უწყების რაღაც სტიგმატიზებას უფრო უწყობთ ხელს იდეაში, ვიდრე პირიქით, აქედან გამომდინარე თხოვნაა ჩემი, რომ ყველამ გავითავისოთ, რომ იდეაში ეს კანონპროექტი ემსახურება ძალიან დიდ მომავლის საქმეს, რასაც ქვია ერთი მხრივ პრობლემა და მეორე მხრივ რესოციალიზაცია იმ ახალგაზრდების, რომელი ახალგაზრდებიც სამწუხაროდ გზას არიან აცდენილი. აქედან გამომდინარე, არც ერთი სახელმწიფო უწყების სტიგმატიზებას ხელი არ უნდა შეუწყოთ და პირიქით ვიმუშაოთ კანონპროექტზე. იქიდან გამომდინარე სახელმწიფოებრიობიდან და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ისეთ კომიტეტზე ვიმყოფებით, რასაც ქვია ადამიანის უფლებები, ასე რომ ორივე უნდა იყოს გათავისებული, როგორც მათი უფლებები, ასევე საზოგადოების და რა თქმა უნდა სახელმწიფოს. დიდი მადლობა ბატონო რატი გთხოვთ განაგრძოთ. კეთილი, მადლობთ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ სახელმწიფოს გააჩნია პასუხისმგებლობა თითოეული ბავშვის მიმართ და ეს პასუხისმგებლობა აუცილებელი არის, რომ მან განახორციელოს ისე, როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან იქნება შესაბამისობაში და ჩვენი მიზანი არის, რომ იმას ბავშვები, ვინც დღეს შეიძლება იყვნენ მიდრეკილი კრიმინალისკენ, საბოლოო ჯამში მათი ინტერესი იყოს განათლება და ჯანსაღი ცხოვრების. ეს სწორედ აქედან არის მიმართული ის ინიციატივა, რაც ჩვენ გვაქვს, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ თუ აქ სახელმწიფომ თავისი პასუხისმგებლობა არ გაათვისნობიერა და შესაბამისი სერვისები და პროგრამები არ დანერგა, სამწუხაროდ აქ შეიძლება ჩვენ დავკარგოთ ცალკეული შემთხვევები იყოს ისეთი, როდესაც ვერ დავიცვათ ბავშვი კრიმინალური გავლენებისგან, რაც არის დაუშვებელი და ამაზე მუშაობა რასაკვირველია ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. კეთილი, მას ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრაზე, ორი საკითხს უყრით კენჭს. პირველი მინდა წარმოგიდგინოთ კენჭისყრაზე დავაყენო ის საკითხი, რომელიც ბატონმა არჩილ გორდულაძემ გამოიტანა, ეს არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები თანამდებობ ინიციატივებთან ერთად, ვინ არის მომხერო დაუჭიროთ ხარი. ერთხმად არის ხარდაჭერილი და მეორე ეს არის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან შესახებ, ესეც პაკეტი ერთიანად ვაყენებთ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხერო დაუჭიროთ მხარი. დიდი მადლობა, ესეც ერთხმად არის ხარდაჭერილი, ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა. კიდევ ერთხელ მადლობას გითხრით ყველას თანამშრომლობისათვის და კომიტეტის ხმა დასრულებულია.